დილამშვიდობისა, მოგესალმებით. საუბრობ ფულზე და ქალზე. ფულის თემას მე არ რომ აი როგორ ვიშოვოთ ფული და როგორ გავამდიდრდეთ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩემთვის ისედაც სიმდიდრე მხოლოდ ფულთან ფულს არ უკავშირდება, არ წარმატება უკავშირდება მხოლოდ სამსახურებრივ წარმატებას და შემოსავლებს. ჩვენ სხვა რაღაცებს ვსაუბრობთ აქ, მაგრამ ქალი და ფული რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ქალების ასე ვთქვათ მსხვერპლობაში, ხო, იმაში რომ ისინი ამ მსხვერპლობას უშვებენ, იმაში რომ მათ ეს მსხვერპლობა დაუშვეს თავიანთ ცხოვრებაში, ხო, ეს რა თქმა უნდა საგვარეულო დამოდიოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ მათ უჭირთ აქედან გამოსვლა და ვერ თავისუფლებენ, ძალიან ხშირად დაკავშირებულია ფულად დამოკიდებულებასთან. პარტნიორზე, ჯერ ოჯახზე, მერე პარტნიორზე, ქმარზე, ანუ პარტნიორი ვისთვის ზოგისთვის ქმარია, ზოგისთვის ჩვეულებრივი პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი, არ ვიცი. ამ შემთხვევაში მე უფრო ოჯახურ ურთიერთობებზე ვსაუბრობ. და როდესაც რაღაც რამდენიმე ეს იყო, რა ვქვა, დედების ბედნიერების თემაზე იყო პოსტი და რამდენიმე კომენტარმა მაფიქრებინა, რომ ამაზე უნდა მესაუბრა. ძალიან ხშირად, როდესაც ქალს უნდა რომ განთავისუფლდეს რაღაცა ესეთი ფსიქოლოგიური მონობისგან და ფიზიკურადაც ზოგჯერ ფიზიკურადაც გამოიხატება ბევრ რამეში ეს შეზღუდვები, მათ ხელს უშლის ის, რომ არ აქვთ არანაირი მატერიალური დასაყრდენი. ეხლა ზოგჯერ ამბობენ ხოლმე ამის წინაც მომწერა ერთმა გოგომ, რომ ცუდია რომ ყველაფერი მატერიალურზე გადავიდა. ცუდია თუ კარგია მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობ, როცა წავალთ სულების სამყაროში, მაშინ ფული აღარ დაგჭირდება. სანთელი რომ სანთელია, ის რომ იყიდო, ფული გინდა რომ აანთო ელემენტარულად იშვიათი გამონაკლებისების გარდა, როცა ეკლესიაში აწყვია პირდაპირ სანთელი და შეგიძლია მიხვიდე და აანთო. ყველაფერი მატერიალურია, ამას ჩვენ ვერ გავექცევით. ამიტომ მატერიალურზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მათ შორის ურთიერთობებიც გარკვეულწილად. ძალიან ბევრი ისტორია ვიცი და თქვენც იცით ასეთი ისტორიები, რომ როდესაც ქალს თქვათ ჩაგრავს მეუღლე ოჯახში, აქვს ცუდი სიტუაცია, გაუსაძლისი, ბავშვებიც იტანჯებიან, ქალიც იტანჯება, მას უბრალოდ წასასვლელი არ აქვს არსად. თავის ოჯახში ეუბნებიან, რომ აქ არ დაბრუნდე, ადრე ესე იყო ყოველ შემთხვევაში და აღმოჩნდა თურმე ეხაც ხდება ესე, ხშირად საკმაოდ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ თურმე ხდება. ოჯახში არ დაბრუნდე, აბა როგორ გინდა, რომ გათხოვდი უნდა მოითმინო და ასე შემდეგ. ან ძმა არის ოჯახში მაგალითად რძალია და მით უმეტეს სახლი ძმის არის და შენ აქ ვერ მოხვალ, რომც არ იყოს ძმა მაინც მოკეთ რა არ დაბრუნდა ოჯახში. რა თქმა უნდა არიან გონიერი მშობლებიც, რომლებიც ახლა თუ შვილი იტანჯება და რაღაცა გაუსაძლისი სიტუაცია აქვს, ეცდებიან რომ მოაგვარონ სიტუაცია, თუ ვერ მოაგვარებენ, რა თქმა უნდა თავის შვილს მიიღებენ ახლა, მაგრამ ბევრი მეორენაირიც არსებობს თურმე. და მეორე კიდევ რომ თქვათ ოჯახში ვერ ბრუნდება და ამავე დროს ზოგი ვერც ეუბნება თავის მშობლებს საერთოდ, თავის გასაჭირს ასე ვთქვათ. და კიდევ მეორე ის რომ მეორე მხრივ კიდევ არ აქვს საშუალება თვითონ თავის თავი უზრუნველყოს და შვილები უზრუნველყოს, ხო? ამიტომ მარტო ამიტომ არა ისედაც იმისათვის რომ ქალი იყოს ბედნიერი და ადამიანი იყოს ბედნიერი, მას უნდა ქონდეს საყვარელი საქმე. ის უნდა აკეთებდეს საყვარელ საქმეს. აუცილებლად ერთპიროვნულად ამას მაგრამ ამას არ ახლავს. აუცილებლად უნდა აკეთებდეს იმას, იმ ნიჭის რეალიზებას უნდა ახდენდეს, რაც მას გამოაყოლეს ზემოდან, ასე ვთქვათ, და უნდა აძლევდეს სარგებელს ადამიანებს ამ თავისი ნიჭის მეშვეობით. საყვარელი საქმე გარდა იმისა, რომ ფინანსური შემოსავლის წყარო, ამავე დროს თავდაჯერებულობის წყაროც არის, ამავე დროს ის შიგნით ენერგია, რომელიც ამ ნიჭს უნდა მოხმარებოდა და რომელსაც არ ახმარ შენ ნიჭს და შიგნით რომ გუგუნებს და გრიალებს, მეც მქონდა ესეთი პერიოდი, სანამ დავიწყებდი ჩემ თავს მუშაობას, სულ რაღაც მაწუხებდა შიგნიდან და ვერ წუხდებოდი რა მაწუხებდა, ტვინი რო გიბურულ, ტვინში რო რაღაცა გიტრიალებს და ვერ გებულობ რა უნდა. მაგრამ მოდით ჩვენ ჯერჯერობით მარტო ფინანსების მხარეს გავყვეთ. იმისათვის და ეხლა რა გვიშლის ხელს უმეტეს შემთხვევაში საყვარელი საქმის კეთებაში. ძალიან ბევრიდან გამიგია, რომ მე არანაირი ნიჭი არ მაქვს, მე არ ვიცი რა არის ჩემი საყვარელი საქმე. ამ ყველაფერს ფონად მოყვება მანანა მადლობა ვარსკვლავებისთვის. მიყვარხარ. იმისათვის რომ გამებნა ეხლა აზრი
იმისაც რომ ჩვენ ვიპოვოთ ეს ჩვენ ნიჭები და ვიპოვოთ საყვარელი საქმე, უნდა ვიყოთ თავისუფალი, ძალიან ბევრი ზუსტად იმ ჩარჩოებისგან, რომელიც ქალებს გვაქვს შექმნილი. ქალის ფუნქციები, მოვალეობები, როლი, პასუხისმგებლობები, მოვალეობა, უფლება არა, არანაირი უფლება, მხოლოდ მოვალეობები, რაც ახლა ისტორიულად ჩვენ ძიმე ისტორია გვქონდა საკმაოდ და ესე ჩამოყალიბდა, რომ ქალს დაეკისრა, უნდა თუ არ უნდა უამრავი რამ და ჩვენ ამას ვიმეორებთ და ვიმეორებთ. ჩვენი ბებიების, დედების მსხვერპლობას, რა ვიცი, რამდენიმე გადაიტანეთ ჩვენო წინაპრებმა ძალადობა, რა ვიცი, შვილების და ქმრების გატაცება, მკვლელობა, გაქცევა, გამოქცევა, რა ვიცი, ყველაფერი საერთოდ, ხო? მეც მომენატრე საყვარელო. ხო და ამიტომ იმისათვის რომ ეს შევძლოთ ჩვენ ნიჭების პოვნა და საყვარელი საქმის კეთება და გქონდეს ჩვენი შემოსავალი, ამისათვის პირველი რაც არის ეს რაღაცა ეს შინაგანი ბლოკები უნდა მოვიხსნათ ქალობასთან და ქალურობასთან დაკავშირებით და ქალის უფლებებთან დაკავშირებით. რომ ქალსაც აქვს უფლება იყოს ბედნიერი, ქალსაც აქვს უფლება იყოს რეალიზებული, ქალსაც აქვს უფლება აკეთოს საყვარელი საქმე. ქალსაც კი არა, ქალს აქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ხა სასაცილო ის არის, რომ კაცები არ ფშარებობენ ხოლმე იმდენად, ისედაც ცოტა მამაკაცი არის პიროვნებით დაკავებული, მაგრამ ძირითადად ქალები ძალიან მსხვერპლობაში ვინც არის წასული, ზუსტად ისინი ეწინააღმდეგებიან ხოლმე, როცა ესეთ რაღაცებს ვამბობ, ისინი წერენ მე კომენტარებში, როგორ არ უნდა შევეწიროთ ჩვენ მშობლებს და შეეწირეთ საყვარლებო, შეეწირეთ. არავინ არ გეუბნებათ არ შეეწიროთ. მე თქვენ არ გედავებით. მე ვასწავლი გზას მას, ვისაც არ უნდა რომ შეეწიროს და ვისაც უნდა რომ თვითონაც ბედნიერი იყოს, შვილიც ბედნიერი გაზარდოს თავისი მოდელით და ოჯახიც ბედნიერი ყავდეს. თუ არის იმ გვართან ერთად ხო კარგი, თუ არ არის და თვითონ იყოს ბედნიერი. და რა გვიშლის ხოლმე ძალიან ხშირად ხელს მოკლედ. გარდა იმისა, რომ ეს ქალურობის ეს ერთი თემა, ქალურობა, რომელზეც ძალიან დიდი ფასდაკლება კი არა და შეიძინე შენი ფასად გამოცხადებული დედის ხაზზე, მაგრამ ეხლა ამაზე არ ვსაუბრობ, ეხლა ვსაუბრობ ძირითადად ფინანსებზე. რა უყოთ ფინანსებს, რა გვიშლის ხელს. ზოგს არ აქვს შემოსავალი, ზოგს აქვს შემოსავალი და ვერ აჩერებს, თავისთვის ვერ იხმარს ვერაფერს საერთოდ. ზოგს შემოსავალი აქვს და კიდეც რაღაცაში იყენებს, მაგრამ ვერ აგროვებს, ანუ სიმდიდრედ ვერ აქცევს, რა ბარაქას ვერ კიდებს, რასაც ქვია. და რა უშლის ამას ხელს? ამას ხელს უშლის ფულთან დაკავშირებული ფორიაქები. ძირითადად ეს არის არა რაიმე გარეშე პირობები, გარედან შექმნილი რაღაც ბარიერები, არამედ ჩვენი შინაგანი ფორიაქები. ფულის მიღებასთან დაკავშირებით, გაცემასთან დაკავშირებით, შენახვასთან დაკავშირებით, სიმდიდრესთან დაკავშირებით, სიმდიდრეს ქცევასთან დაკავშირებით. ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემებია, რომ საგვარეულოს კურსში 6 გაკვეთილი მარტო ფინანსებსაც უნდა და აქედან 4 გაკვეთილი არის ზუსტად იმ ფინანსურ ბლოკებზე, რომელიც სხეულში ჯდება მე. ჩვენ რო ფულის მიღება არ შეგვიძლია, შესაძლებლობების დანახვა არ შეგვიძლია, ეს ბლოკები კი ისე შეჯდება, მე გაცემობა არ შეგვიძლია, მოკეთ ყველა თავთავისი ადგილი აქვს, ჩამოვთვლი ახლა და კონკრეტულად ენერგეტიკული ბლოკები იმ ადგილში ჯდება, მე გვიშეშდება კისერი, ტკივდება წელი, ტკივა ფეხები და ასე შემდეგ. და ანუ პირველი ნაბიჯი რაც შეიძლება ამ გზაზე გადავწყვეტ, ეს არის ის, რომ მოვიხსნათ ფორიაქი, რომელიც გვაკავშირებს ფულთან. მიღებასთან არის, გაცემასთან არის და ბრუნებასთან არ აქვს ნიშნება, რასთან შეიძლება გაქვს შემოსავალი და ვერაფერს ვერ აკეთებ მაინც, შეიძლება არ გაქვს და გინდა გქონდეს. სულ ერთია. ყველა შემთხვევაში ჩვენი ეს ფორიაქები უნდა მოვიხსნათ, იმიტომ რომ სადაც არის ფორიაქი, მე გქონდა ფორტოფელი მოვედი, იმიტომ რომ ნამეტანი მუშაობა მოვინდო მე გადავყევით ამ მუშაობას, თქვენ გეუბნებით ხოლმე ბევრი არ მუშაობთ და ისონეთ მეთქი მე არ დავისვენე და ბოლოს წნევის მეშვეობით დამასვენე. ეს ჩემს საყვარელი ყავიდან გადავიდი ახლა ჩაიზე. თუმცა ესე ძალიან მომწონს ფორტოფელს, მე თვითონ ვაკეთებ. ეხლა იმაში ყრია და არ ჩანს, ეს ლამაზია ფორტოფლის კანები და ისა დარიჩინი და ასკილი, ხო, ცოტა ასკილი. და ძალიან გემრიელია და ძალიან სასარგებლოა. მოკეთ ეს ფორიაქები აუცილებლად ჩვენ ხო ჩვენ ცხოვრებაში მას ვიზიდავთ ზოგადად რისიც გვეშინია, მეშინია უფულობის, ვიზიდავ უფულობას, მეშინია ბევრი ხარჯვის, ხარჯავ ბევრს, მეშინია რომ სიმდიდრეს ვერასოდეს ვერ დავაგროვებ, ვერასოდეს ვერ ვაგროვებ სიმდიდრეს. ანუ ეს ფორიაქები ქმნის ჩვენ ცხოვრების რეალობას, სახეს რა, რაც გვაქვს ის გვაქვს. გემრიელია. ამიტომ გავაკეთე ესეთი კურსი, რომელიც იწყება 1 მარტს.
რომელშიც 7-დღიანი კურსია, რომელიც დაგეხმარებათ აი ამ ფორიაქების მოხსნაში. როცა ჩვენ ხსნით ფორიაქებს, მხოლოდ მერე შეგვიძლია მოვიხედოთ, დავინახოთ შესაძლებლობები და შევცვალოთ ძალიან ბევრი რამ ჩვენ ცხოვრებაში. ეს ფორიაქიც დაკავშირებულია რასაკვირველია ისევ და ისევ წარსულში ჩვენ მშობლებს ვისაც ჰქონდა პრობლემები, მოგეთ ვისაც მიღებასთან ჰქონდა მშობლებს პრობლემები იმას მიღებასთან გვაქვს ფორიაქი, ვისაც სიმდიდრე ჰქონდა და რაღაცა ცუდი გზით დაკარგეს, რაღაც ცუდი დაუკავშირდა სიმდიდრეს, ფორიაქები გვაქვს სიმდიდრესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ვერ დაგპირდებით ახლა რომ ეს საგვარეულოში თუ რამე ძალიან ტრაგიკული მოვლენები მოხდა სიმდიდრესთან დაკავშირებით, ამას 7-დღიან კურსში მთლიანად მოვხსნით, მაგრამ აი ფორიაქს რაც ახლა თქვენ გაქვთ, ამ ფორიაქს ასე ვთქვი, იმ ფენას რომელიც თქვენ ახლა გიშლით რეალურად ხალხს, ამას მოვხსნით ნამდვილად უღონ სამუშაო, ვისაც სიღრმეში აქვს, სიღრმეში უნდა იმუშაოს, სხვანაირად არ გამოდის. მე კარგახანია ესეთ light რეჟიმში ვმუშაობ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაც გარდამავალი პერიოდი არის და ჩემთვის სადაც სამყაროში იყო ეს პერიოდი, ჩემთვისაც არის ჯერ არ დამთავრებულა, მოგეთ ჯერ კიდევ არ გამირკვევია ბოლომდე, ამ გზას უნდა გავყვე, სხვა გზა უნდა ავირჩიო, ამ საქმიანობაში უნდა მოვძებნო რაღაც ახალი. თუ ყოველ შემთხვევაში როგორც იყო, ისე ნამდვილად არ უნდა გაგრძელდეს, უკვე ეს ამას ვგრძნობ და ხვდები, რომ რაღაც უნდა შევცვალო. ამიტომ ძალიან უკვე იშვიათად ვაკეთებ რამე ისეც, ვაკეთებ მოკლე კურსებს, რამდენიმე დეკემბერში მქონდა ერთი და ახლა მეორე გამოვაცხადე მარტში. და გამოიყენეთ ვისაც გინდათ და ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი რომ ფორიაქები მოიშოროთ, ფულთან დაკავშირებული, ფინანსებთან დაკავშირებული ფორიაქები გამოიყენეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს საშუალებას მოგცემთ მერე უფრო მარტივად შეხედოთ თქვენს თავისუფლებას. ანუ ჩვენ თავისუფლებას აუცილებლად გვაძლევს გარკვეული ფინანსური საყრდენი. სხვანაირად ხარ დამოკიდებული სხვაზე. ის სხვა შეიძლება ძალიან კეთილშობილი ადამიანია, შეიძლება თანმყვება, შეიძლება ყველაფერს გიკეთებს, ოქროში ჩაქვსვა, მაგრამ ვიღაცისთვის ეს ძალიან კარგია, ვიღაცისთვის ეს ოქროს გალია და არ უნდა გალია, არც ოქროსი უნდა და არ ჯანგიანი რკინის არ უნდა, ხო? ადამიანია. ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც გვაქვს არჩევანის უფლება. ამიტომ ისაც უნდა რომ თვითონ იყო ფინანსურად მყარად და რაღაცნაირად გადაწყვეტილებებიც ამ სიმყარიდან მიიღოს და არა მსხვერპლობიდან და არა გაჭირვებიდან და არა იმიდან რომ აბა მე რა ვქნა სხვა გზა არ მაქვს. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვიყავით, რომ უმრავლესობა ძალიან კარგად დაალაგებს ოჯახურ ურთიერთობებს. კიდევ უფრო უკეთესად. ქალებს რომ თავიანთი ესეთი რაღაცა ფინანსური საყრდენი ჰქონდეთ, ძალიან ბევრი ოჯახს ერთად დაინგრეოდა. იმიტომ რომ არ იქნებოდა იქ მისი მონობა, არ იქნებოდა ეს რაღაც დაპირისპირებები და კონფლიქტები, არ იქნებოდა რომ მე საწყალი ვარ, უბედური ვარ და რა ვქნა. და იქნებოდა რაღაცა თანაბარი, მეტნაკლებად თანაბარი. კაცს თავის უფლებები აქვს, რა თქმა უნდა, ხალხს თავის უფლებები აქვს, ამას თავის მოვალეობები აქვს, მას თავის მოვალეობები აქვს და ისინი ჰარმონიულად ძალიან ჩვენებად გააგრძელებდნენ ოჯახურ ურთიერთობას. ამიტომ თუ ეს თემა თქვენთვის აღარ გავაგრძელებ, ძალიან ღრმა თემაა, მოკეთ ახლა გავაგრძელე შეიძლება 2 საათი ვილაპარაკო. ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, რომ ფულთან დაკავშირებული ფორიაქები მოიშოროთ, მომწერეთ და გამოგიგზავნით. ძალიან მისაღები, მეტად მისაღები პირობები, აბსოლუტურად ბიუჯეტური კურსია, რაც შეიძლება 48 ლარით, 49 ლარით ვერს, იმიტომ რომ ქალებმა შეძლონ ამის გავლა. და ვისაც გაქვთ ღრმა პრობლემები, ესეთი რომ რაღაცისგან ვერ თავისუფლდებით და ვერ აძლევთ თქვენ თავს ის რაღაცების უფლებას, თუნდაც თავისუფალ თქვის უფლებას, დაფიქრდით, ხო არ არის ეს დაკავშირებული ფინანსებთან. იმუშავებთ საგვარეულოზე პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობა რომ იყავით, დღეს მოკლედ ჩავთვით მოვედი. მომავალში რაღაცები შეიცვლება. ალბათ ეს ჩემი სამზარეულო საუბრები სხვა ფორმატში გადავა, მაგრამ ჯერ ამის ჩამოყალიბების პროცესში ვარ, ამიტომ წინასწარ არაფერს ვიტყვი. გისურვებთ ბედნიერ დღეს და გისურვებთ შინაგან თავისუფლებას. იმიტომ რომ შინაგანი თავისუფლების გარეშე ადამიანი ვერ ასოდეს, ვერანაირ ოქროს გალიაში, ბრილიანტის სასახლეებში და ვერაფერში ვერ იქნება ბედნიერი. და კიდევ ერთი საბოლოო ჩემი რჩევა ეცადეთ შეინარჩუნოთ თქვენი ენერგია. იმიტომ რომ ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ყველაფერს ამას ჭირდება ენერგია. და ეს ენერგია გაედინება ჩვენგან ზღვა გზები, უამრავი გზები გაედინება, უამრავი გზები და შესაძლებლობები და საშუალებებით. ყოველთვის დააკვირდით, სად მიედინება თქვენი ენერგია და სადაც მიედინება უსარგებლოდ, აუცილებლად დაბლოკეთ ის არხები და გამოიყენეთ იმისათვის, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი, თქვენ იმუშაოთ თქვენს პირად ბედნიერებაზე, თქვენ რო ხართ ბედნიერი, მე მილიონერჯერ ვამბობ ყველას. ჩვენი ბედნიერები იღებენ მაგალითად ჩვენი შვილები, სხვანაირად მათ ბედნიერებას ვერ ვასწავლით და ქალის ბედნიერება ნიშნავს ოჯახის ბედნიერებას.
ამიტომ თქვენ როგორ ბედნიერი ენერგია უნდა გქონდეთ ელემენტარულად, ხო? იგივე თუ გინდა არც კურსის გავლა შეუძლია ადამიანს როცა ენერგია არ აქვს, არც თავის თავზე მუშაობა, არც ოჯახზე ზრუნვა და ყველაფერს აკეთებს სხერპლობიდან. იმიტომ დაღლილია, იმიტომ აღარ შეუძლია იმ სადილსაც უგემურად აკეთებს, სახსაც უგემურად ალაგებს. არ შეუძლია ენერგია არ აქვს, რა ქნას ახლა თავის ბრალკი არ არის. ამიტომ შეინარჩუნოთ თქვენი ენერგია, გაუფრთხილდეთ თქვენ ენერგიას და გამოიყენეთ სწორად თქვენი ენერგიაც, ფინანსებიც, ჭკუაც, გონებაც, ჯანიც და ყველაფერი რაც გაგაჩნიათ. მადლობა ელენა, საყვარელო დიდი მადლობა. მიხარია რომ მოგეწონათ ჩემი საუბარი. და იმედია ცოტა გავაქტიურდებ მეც და უფრო ხშირად მოვალ ხოლმე თქვენთან. კიდე ერთი თემა მაქვს. მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ დღეში ორი თემა დამეტანია, მეტია. ეს არის შვილები, დედების და შვილების, ისევ და ისევ დედების ბედნიერების კურსი რომ დევს იმ კომენტარებში ეწერა ერთხელს რომ ბავშვები, შვილები და დედები ბედნიერები არიან, სანამ ერთად არიან, ისე შვილები მიდიან, რაღაცა ეს ბედნიერება მთავრდება, რაღაც დაახლოებით ესეთი იყო. და ვიცი რომ ეს თემა ძალიან მტკივნეულია ბევრისთვის, ანუ შვილების გაშვება უნდა შეგვეძლოს და რატომ უნდა შეგვეძლოს, როგორ უნდა შეგვეძლოს და რატომ მოუგვიტანს ეს ჩვენ უფრო მეტ ბედნიერებას, ამაზე ვისაუბრებ შემდეგში როცა ჩაგერდვებით. თუ არა ხვალ ბათუმში მივდივარ, ალბათ უფრო ბათუმიდან. კარგით, ვარსკვლავების გამოგზავნა, ვისაც გინდათ მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიტყვით, თვითონ გთავაზობთ ხოლმე მარიამ, გამარჯობა. თვითონ გთავაზობთ Facebook-ი რომ გაუგზავნოთ ვარსკვლავებიო და აი თვითონ ეკრანის მარცხენა ქვედა ბოლოში არის ვარსკვლავი ხატია და არა სმაილერიდან, არამედ იმ ვარსკვლავს უნდა დააჭიროთ და იქიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ ვარსკვლავები, რა თქმა უნდა, მადლობელი ვიქნები, იმიტომ რომ მეხმარება იმაში რომ Facebook-ი დავარწმუნო რომ ეს სასარგებლო რაღაცებზე საუბრობ აქ და ადამიანებს ეს ჭირდებათ და არ დამალოს ჩემი პოსტები, არამედ გამოაჩინოს ხუში რაღაც დავწერე და კაი ხანი ვეძებდი, მე ერთ-ერთად ვეძებდი იმ პოსტს, სად წაიღო ვერ გავიგე, მაგრამ ბოლოს გამოჩნდა. მოკლედ მშვიდობიან ბედნიერ დღეს ვისურვებთ ყველას და ისევ ვისურვებთ შინაგან თავისუფლებას და ყველა არჩევანის გაკეთებას იმ პოზიციიდან, რომ მე ეს მომიტანს ბედნიერებას, ჩემს შვილებს მომიტანს ბედნიერებას, ჩემს მეუღლეს, ჩემ ქმარს, ჩემ მშობლებს და საზოგადოებას. არ არსებობს ბედნიერება მარტო შენთვის, კიდევ ამასაც ვიტყვი, ზოგს გონია რომ ეს არის ეგოიზმი, არა მეგობრებო, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, როგორც არის ასიკეთო ჩემთვის და ყველასთვის. ანუ ჩემი მაცვლილებებმა არ უნდა დააზიანოს არავინ სხვა, მაგრამ არც სხვამ არ უნდა დამაზიანოს მე. და არ უნდა შეუშალოს ხელს ჩემს ბედნიერებას. კოცნით მეყარხართ, მომავალ შეხვედრამდე. ვარსკვლავებისთვის მადლობელი ვიქნები, კურსი ვისაც გაინტერესებთ, მომწერეთ. ქალების კურსი ვისაც გაინტერესებთ, თქვენ ფასად რომ შეიძინოთ, ეს დევს ჩემს გვერდზე და შეგიძლიათ ნახოთ. აბა ველი კომენტარებში ვინ დაინტერესდა ფულის კურსით და ვის ურჩევნია დარჩეს ისევ თავის ძველ ფოტოებში. დროებით